გამარჯობა მეგობრებო, Ground and Pound Georgia's podcast-ი დაბრუნდა მესამე ეპიზოდით. გავაცილეთ US London-ის Fight Night-ი. ძალიან მაგარი Fight Night-ი, თან თავისი უმაგრესი main ჩხუბით. როგორ მოგეწონა? არ მომეწონა აი კარდი ვაფშე. თვითონ კარდი არც მე მომეწონა დიდად, მაგრამ აი შონ ბრედიმ რაც უკნა ლეონი დორც ეგ იყო დეკლასირება ჩემი. კი, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ფროდ ჩეკი გაუკეთა მეგონი. განადგურა, რასაც ქვია, აი განადგურა. ბელალ მუჰამედმა მართლა გამოაჩინა რა სუსტი მხარე ედუაციის და ბრედიმ გამოიყენა. ის სხვათა შორის პირველი კონტენდერი გახდა ახლა შონ ბრეიდი. და საინტერესო რემატჩი იქნება. საინტერესო რემატჩი იქნება და შავკატი რო არ იყოს მაგწონაში. აი შავკატმა უნდა იჩხუბოს ყველა შემთხვევაში. ბელალთან ეგრე ვფიქრობ. მე მგონია რომ ბრეიდიმ უნდა იჩხუბოს ხო შავკატის მერე რა. შავკატთან შეიძლებოდა იდეაში matchmaking-ი, მაგრამ ის იმდენი ხანია უკვე რომ მაგრამ იგი წელება ხა დროში რომ დაუფიქრდე, შავკატი ეგრე კონტენდერია, ბელალი ჯეკ დელამატილნეს საჭმულს. ხო, და ანუ ეგენი ჩხუბენ სავარდო წლის ბოლოს. ხო. პრელიმების გახსნა როგორ მოგეწონა? პრელიმების გახსნა არ მომეწონა ძალიან. აი, არის საშინელი რაღაცა, როცა ყველა ის როგორ მომფუთათელად ძალიან მაგარიანი და კიდევ არ მომართლებს, არ ვიცი ის ევრალია შეიძლება. ნუ გამართლებაზეც ახლა დიდად არ არის, უბრალოდ კუთხეს დიდად არ უსმენდა რა გურამი რა, რასაც დაუკვირდი. ილიაც და ალექსანდრეც უყვიროდნენ რომ ანუ ემუშავე, თუმცა მაინც ხო ანუ დიდად არ ითვალისწინებდა. ფენენდეში კიდე ძალიან კარგად გამოიყურება. კი, დისტანციაზე იდგა ძალიან მაგრად. და ამუშავდა ფეხები, მაგრამ დაუმუშავა გურამს. პირველ რაუნდში შეექმნა პრობლემა მაგას. არა, უშავს გურამ ჩვენ კიდე გვჭერა, რომ ჯერ ყველაფერი წინაა რა. კი, წინაა ყველაფერი. მოახერხებ რამენაირად, რომ ანახო შენი თავი. ანუ მით უმეტეს თან ვიცით, რომ გურამს აქ ყველაფერი საერთოდ სტრაიკინგიც კარგი აქვს და თვითონ მიწაზეც ძალიან კარგი არის. უბრალოდ ვერ გვაჩვენა ფიზიკურად რა, ანუ არ გამოუვიდა და ნახოთ აი შემდეგ ბრძოლებში ველით ისევე. საჯებზე რა სიტყვი რამდენიმე ისეთი ბრძოლა იყო სადაც კი იმ საჯებზე ლაპარაკი მინდა და თავიდანვე რა სანამ ჩავწერდით იქამდეც რომ ძალიან ბევრგან ჩემი აზრით შეეშალათ რა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი იყო ბლაჰოვიჩი და უბერგის ჩხუბი. ასე ტიბურა პარკინძეც ტიბურასაც რომ მიცეს გამარჯობა ეგეც ცოტა რო ამოანათეს მეორე რაუნდში მნიშვნელოვანი დარტყმები. ხო ანუ ცოტა ისე ვიყავი რა, მაგ ჩხუბს ავიდან ბოლომდე ვერ უყურე და რომ ამანათეს მეთქი აი პარკინოა მეთქი რა უკნა ესეთი თქმა. მე როგორც მივყევი და რომ უყურე რავი, ძალიან ისეთი რთული შესაფასებელი იყო ეგრე რომ ტიბურასთვის მიეცათ ეგ ჩხუბი რა. ხო, ანუ და ტიბურამ ახლა კიდე გააკეთა რა რაღაცა მაგ ბრძოლაში, მაგრამ აი ბლაჰოვიჩი ულბერგის ჩხუბში ბლაჰოვიჩმა რავი, ანუ ყველაფერი შეაჯობა ჩემი აზრით რა, ლეკიკებიც ქონდა მეტი და რავი საერთოდ. Fight of the Night-ი ვინ მოვიაზრეთ კავანა და სანტოსი, ხო? მე რა ჩხუბი იყო. ძალიან მაგარი. აი ერთ-ერთი ტოპი იყო რა, მართლა ჩეხაობა იყო სერიოზული აქ. და საინტერესო იყო კიდე ჰოლანდის ჩხუბი. ნელსონის ჩხუბი, რომ კიდევ ერთი გრეპლერი აიღო. ძმამ ჰოლანდმა და ამჯერად მოიგო, მაგრამ სხვათა შორის მან ნელსონისთვისაც რომ მიეცათ გამარჯობა, მე ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა. ეს არის ახლა საწყისი ეტაპი რა, ნახავ შენ ჰოლანდი ანტისხეულებს იმუშავებს გრეპლერების მიმართ და ბოლოს ყველა გრეპლერი. სხვათა შორის ცუდად არ გამოიყურებოდა. კარგი იყო. და ჰოლანდის ეგ არის ყველაზე კარგი, რომ ძალიან ხშირად იბრძვის რა და ძალიან ხშირად გახსა საშუალება. ხო, აი ეგ რამდენად კარგი არის, ეს ხშირად რო იბრძვის რავი, 2021-ში იყო, არა 5 ჯერი ჩხუბა და 5-ე მოიგო. UFC-ში ხა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და მოდი ჩვენც სწრაფად მივყვეთ. კი ბატონო, ეს ლონდონის კარტი გავიარეთ იდეაში. LA-და თოფურია. სახელის ცვლილება. კი, ანუ თლიანად თოფურიას როგორ თქვა ამბავზე ისი თქმით შემილი არის ის რომ წიფდება თითქოს ჩალსთან ჩხუბი რა. კი, აი ეს ბიფი რაც წამოვიდა ეხა აი ამ ბოლოს რო რაღაც ისეთი არის რა, ხო ხდები რომ ახურებს. ეტყობა მახაჩელმა მაინც pound for pound პირველი რო არის თავისი გაიტანა UFC-ს matchmaker-ებთან და რაღაცნაირად არის და თავი ილიას. და დაგესტნელი რო არის მაგიტოც. და რამდენი ხნით არიდებს თავს. რამდენი ხნით და ალბათ წლის ბოლომდე. დობრომქსი ძალიან მიყვარს, რავი, storyline-ი აქვს ისეთი მაგაც UFC-ში, რომ
ინატრებენ და თან ძალიან მაგარი მებრძოლი არის, მაგრამ რავი, ილიასთან შედარებით მგონია რომ შანსი არ ექნება. როგორც მაგზე ვიძახდი რომ ძალიან მიყვარს ეგ მებრძოლი მეთქი ეგრე ვარ ჩალზეც რა. კი, ჩალზზე აი ისტორია რო თქვი რა. ზუსტად დღეს უყურე თავიდან როგორ გახდა ჩემპიონი რა მაგ ჩხუბს ჩენდლერთან. აი იქ ისე გადარჩა პირველ რაუნდში რო უყურე ხა თავიდან მომაწვა ეგ ემოციები რა. შენებთან ზოგადად ყველა ეგრე არის. ყველა ახლოს არის წაგებასთან და მე ყველა იგებს რა. და ყველა ზიანდება საერთოდ. ვინც ჩხუბობს მაგასთან. ეგეთი ტიპია ჩენდლერი რომ ჩეხავს. ისე რას ფიქრობ აი ილია ну ეხა ერთ სულუნად ფიქრობთ რომ ილია მოიგებს, მაგრამ აი მაინც როგორი ბრძოლა წარმოგიდგენია მაგ ილიას და ჩალსის. გომში წარმომიდგენია ბრძოლა რა. იმიტომ რომ რავი, მე მაინც ვფიქრობ რომ როგორც ჩვენ ვიცით, ისე იცის თელმა UFC-მ ილიას ბექგრაუნდი. ჩალსი უნდა იყოს ძალიან ცუდ სიტუაციაში ილიასთან ფეხში რომ შევიდეს ალბათ. და დაბლაცადოს ბრძოლა, მაგრამ მაინც მგონია რომ ილიამ ახლა საქმეს არ მიიყვანს რა და თუ ჩალსმა ჩაიყვანა დაბლა მგონია რომ ground and pound-ით. კი, მაგრამ სხვათა შორის მე ვფიქრობ მაინც რომ ილიაც არ ამგონია ისე გამოვიდეს რომ თქვათ რაღაც გრეპლინგზე გააკეთოს აქცენტი და არ არსებობს რა. ილია გადის რომ შუქები ჩააქრას. კი, აუცილებლად და თან ჩალზის შუქების ჩაქრობა ძალიან რთულიც არ არის, იმიტომ რომ უკვე ცვეთა ისეთი აქვს მაგ ილიაზე ბევრჯერ გაქვმინდა შინალაპარაკები და ილია არის ის ადამიანი, ვისაც უყვარს, როცა უგებს ოპონენტს იმით, რაც არის ოპონენტის ძლიერი მხარე რა. კი. და ის არ გამოვიწყოს რომ ჩალსი და საბმითას. ხო, არც მე არ გამოვიწყო ჩალსი. კი. ეგ იქნება მართლა მესიჯი მახაჩევთან მესიჯი ნებისმიერი ტიპით მოგება იქნება ჩალსთან. მახაჩევი მე ფიზიკურად ვერ არაცდება რა. მე უფრო იცი რა მინდა რომ აი მახაჩევთან სანამ არ მივა იქამდე საბმიშენი არ გქონდეს და მახაჩევი დაასაბმითოს პირველი მაგ დივიზიონში. აი იქნება ძალიან მაგარი. აი მართლა ძალიან მაგარი. ვლაპარაკობდით ახლა სტორილაინებზე და განვილ გზაზე ჩემპიონობამდე და ბარემ ხوار გადავიდეთ მექსიკის ქარტზე და კი ძალიან საინტერესო ქარტი გველოდება ახლა maybe not today maybe not tomorrow but one day I'll be champion და გახდა კიდევაც ჩემპიონი ტრენტონ მორენო სასწაული კაცი flyweight-ის ერთ-ერთი გამორჩეული კონტენდერი 4 ბრძოლა დეივისონ ფიგიდეროსთან ყველაზე მეტი UFC ისტორიაში შემდეგ პანტოჟასთან დათმოქამარი და პანტოჟას ბენეფისით მიუყვება პანტოჟა მიიღო კამარი და ის მე ხდება ბრენდან მორენო ერსექს კი ერსექს ხდება და ხელწამოსაკრავი მებრძოლი არც ერსეგი არ არის თუმცა მე მაინც თავიდანვე ვიტყვი რომ მგონია რომ მორენო მოიგებს კი მეც მგონია რომ მორენო მოიგებს ხოთაშორის ერსექს აქვს ძალიან underrated გრეპლინგი რა კი ყველაფერი კარგი აქვს გრეპლინგში საბმიშენების თითო სტატია ესე ვთქვათ კი შეუძლია რა არსაი მაგრამ ბრენდან მორენოსთან ახლა საბმიშენით მოიგოს რავი მაშინ ძალიან სისულელე უნდა გააკეთოს ბრენდან მორენო მე ვფიქრობ რა მე მგონია რომ მორენო გადაწყვეტილებით მოიგებს ხო რაღაცა ეგრე ვფიქრობ და მგონია რომ კამრისკენაც კიდე ერთხელ შეუტევს რა ოღონდ იქამდე მგონია რომ კაპეი ჩხუბებს flyweight-ის კამარზე რაღაც ეგრე მგონია უფრო თან გამოიწვია ბოლო ბრძოლის მერე ალამბაევს რომ მოუგო. კიდე ერთ-ერთი საინტერესო მებრძოლი ჩხუბობს. სულ რაღაც 20 წლის არის ეს ჩივი ჩხუბობს და რას ფიქრობ მაგ ბრძოლაზე? ჩივი ძალიან მაგარი გრეპლინგი. ჩივისაც რა. მორალესთან ჩხუბობს სხვათა შორის. კი, მორალესთან ჩხუბობს და ანუ მგონია რომ ჩივი დაასაბმითებს. ხო? კი, იმიტომ რომ არ არის რა, ანუ პროსტა ჰაიპის ამბავი არ არის რომ ესეთი პატარაა და არა, ისედაც მაგარია. ანახა რომ კარგი მებრძოლი არის და დაბლა ძალიან მაგარი არის რა. კი. ნოჩაზე იჩხუბა, მერაბასაც კამარი აიღო და იქაც კარგად გამოიყურებოდა. მაგრად გამოიყურებოდა იქაც. მგონია რომ საბმიშენზე წავა ჩივივი. ჩვენ მანამდე ჩაწერამდე სხვა შორის საუბრობთ ერთ-ერთ ჩხუბზე. აი main events რაც ხსნის რა რონალდო როდრიგესი, კევინ ბორხასი. და მან გავყავით ჩვენი ის როგორც მახსოვს. და რას აი მაინც ჩამოაყალიბება რას ფიქრობ? მე ვფიქრობ რომ ბორხასი აი ამ მეორე ნომრადი ჩხუბებს მაგშობს რა და დასაკამბექებელი აქვს თან მაგრად. კი. აი მაგრად უნდა დააკამბექოს და მგონია რომ პერუელი იზამს მაგას რა. ძალიან მგონია რომ ეგ მებრძოლი მაგ ჩხუბს მოიგებს და კამბექი დაიწყება მაგის კარიერას. იმიტომ რომ საინტერესო მებრძოლი არის ძალიან.
ანუ main card-ი გონია რომ მექსიკელის წაგებით დაიწყება. კი. ეგ ხო უკვე გატესტილი ამბავია რომ hometown ანუ სახლში ვინც ჩხუბობს უპირატესობა არა აქვს რა. მე მგონი წნეხი უფრო აქვს. მე მგონია რომ პირიქით რონალდო როდრიგესი მოიგებს რა, მაგრამ აი რონალდო როდრიგესმაც ნოჩეზე იჩხუბა ბოლოს რა და იქ ისეთი მოხდა რომ რავი აი მაკედან რა ბევრი გაითიშებოდა რა უბრალოდ წონის ამბავი არის flyweight-ი რო არის ცოტა ისეთია ხო ხდები და მაგრამ იქიდან გამოწვევა და სხვათა შორის მოიგო ბევრი ძახის რობერი იყო თუმცა მაინც აი ისეთი იყო რა რომ მისცეს ვერ გამოეკიდები რამ საჭებს ხო ხდები და მე სიტყვის ტოვება აქვს რომ მგონია რომ ბურხასი გაგაკვირვებს სასიამოვნო გაკვირვებული ნახოთ მე მაინც მოკლედ რონალდო როდრიგეს ვიღებ რა ცოტა რეულად მივყევით და მოდი ბანემ ეს რენდომად გავაგრძელოთ ჩხუბის ძალიან საინტერესო ჩხუბი არის მაკარძე ელოლოკო მანუელ ტორესი ეჩხუბება დრიუ დოპერს და ეგ იქნება stand and bang ეგრე მგონია რა დრიუ დოპერი იცი როგორი მებრძოლა ჩამოყალიბდა lightweight-ში აი ნომრიანი რომ არ არის და აი იქვე რო არის რა და აი ვინმე თუ მოვა ტესტს გაივლის და მე უკვე შეუძლია რა ეგეთი მებრძოლი არის დრიუ დოპერი და სხვა შორის კარგი მებრძოლი არის თუმცა საშინაძლიერი დარტყმა აქვს მაგრამ მაინც ტორეს ვფიქრობ რომ ტორეს წაიღებს მე ტორეს მგონია რომ წაიღებს თან ასაკ შორის დიდი სხვაობა არის რა გამოსწრება დრიუ დოპერს აქვს მაგრამ მგონია თვითონ ჩხუბი იქნება ისეთი რომ ვინ წაიღებს დიდი მნიშვნელობა არ იქნება და სასიამოვნო საყურებელი იქნება რაც ფაიტ-ორგანიზაციაც ხო არ ვფიქრობ შემთხვევით შეიძლება იმიტომ რომ აი მართლა stand-up bang მგონია ეგ ჩოვი რო იქნება დრიუ დოპერი უკან დამხევი არ არის აი მანუელ ტორესს წარმოგონია უკან დაიხიოს და საინტერესო ჩუბი მაგით არის კომეინი იდეაში კარგი ჩუბი იქნება ძალიან ნუ კომეინი არის მაშინ როცა გასტელომი ეჩხუბება პაიფერს ამავე ქარტზე ეგიც აი მაგარი კომეინამდე არის ეგ ჩხუბი და მაგარი ჩხუბი იქნება ეგეც მაგრამ გასტელუმზე რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ უკვე წავიდა თან ნახეთ პაიფერი ეხა იწევს კი არა შედის უკვე რა აი ეგ არის განსხვავება რა რომ გასტელუმს კაი ხნის წინ ქონდა თავისი პრაიმი ადესანია რომ დაანოკდა უნდა და რაღაცა კამარზე ჩხუბობდა და ასე შემდეგ მაგრამ გონია რომ აი ეგ პრაიმი წავიდა უკვე რა გასტელუმს თან ჯო პაიფერი არის ერთ-ერთი პროსპექტი ანუ მაგარი პროსპექტია ძალიან მაგარი პროსპექტია ხო და ეგ ბრძოლა მგონია გასტელუმსაც არ დავაკნინე მაგრამ მგონია რომ ვადამდელი გამარჯვებით დასრულდება რა და დაზოგავენ თავს ერთი არ დაზოგავს თავს არც გასტელუმი არც პაიფერი კი მეც მგონია რომ პაიფერი წაიღებს სახლში მოგებას ну ისეთია გამორჩეული დიდად კარდი არ არის ესე რა რომ შეხედო თუმცა მექსიკის კარდია ხო რა ჩაულებრივი ისეთი რა ნორმალური არის. მე მგონია რომ main card-ი გავაკვირვებს რაღაც მომენტში ფინიშებით, იმიტომ რომ პრელიმებად შეიძლება სხვათა შორის. ხო, პრელიმები აი იქიდან მოყოლებული, უკვე პრელიმებს ისე ველოდები ხოლმე უფრო განსხვავებულად, აი სეხუდოს card-ზე რომ პრელიმებში ყველა 7-დან 7 რო ფინიში იყო, რავი აი მართლა პრელიმები არ გვაუცებს ხოლმე რა. თან ბოლო ანუ არ არის ერთი და ორი ივენთი რო ეგრე ხდება რა, ძალიან ბევრი ივენთი იყო, სადაც პრელიმებმა საოცრად ხო, მაგრამ აი ლონდონზე გაფუჭდა ეგ პალასა, რასაც იმენა გაფუჭდა. თვითონ კარდი იყო რა ისეთი რა. მაინც მე იმაზე რზე ვარ, რომ მივათრევთ თავს UFC სტილოს, რომ მიგვათრიოს 314-მდე რა, ჯერჯერობით. 314 რავი 314 არის რავი აი რომელი კარტის კალიბრი არის ხა 300-ზე ვერ იტყვი რო არისო რა ეგეთი კარტიო მაგრამ ისე თვითონ ბრძოლებით მაგარი ბრძოლები ანუ ესე უბრალოდ UFC კარტისთვის იმდენი მაგარი ბრძოლა შეარჩიეს რომ ძალიან მაგარი კარტია ეგრე ვფიქრობ ისე რო შევეხოთ მოდი აი ერთი სიტყვით შევეხოთ მე კარტამდეც ვისაუბრებთ მაგ ბრძოლებზე რაც იქნება კარტზე თუმცა ერთ ვოლკოზე მაინტერესებს რას ფიქრობ აი ეს რა ხო ვოლკი ლოპესი ვოლკი მაგრად მომწონდა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ჩემპიონი იყო ფედერეიჩი ეგრე ვფიქრობ მაგრამ დიეგო ლოპესი აი იმ ხელას მიბადიები გამოჩნია მაგბეტის მიუხედავად იმისა რომ ძალიან უცნაური თმის სტილია ეგ დიდად არ მომწონს ძალიან მაგარი ბიჭი არის და ძალიან მომდომებული არის და მე მგონია რომ ევლოევთან მაშინ როცა დამარცხდა ну შორტნოტისი იყო და მე რო ეხოწებოდა ევლოევს რომ კიდე მეჩხუბეო ევლოევა არა მე იჩხუბა ლოპესმა ბრაიან ორტეგასთან
იმის მერე ყველა მოიგო, ხო, ყველა მოიგო. კი, იმის მერე ყველა მოიგო. წაგება არა აქვს და ისიც გადაწყვეტილებით წააგო რა. თან როგორ ანუ არ მყარებს და იმებს სულ და სტრაიკინგი ძალიან მაგარია. კი, აი მართლა. ლოკის დიდი პატივისცემის მიუხედავად გონია რომ ლოპესი დაამთავრებს მაგ ბრძოლას რა. თან მალევე დაამთავრებს და ბრაიან ორტეგას ესეთი საშიში საბმიშენები და რაღაცები ვაფშე არ აინტერესებდა და დაჟე შეცდომა იქ დაუშვა მეღური რო ამოვარტყა და ნოკდაუნები. მან ვიცი რა არის, აი მეც ახლა გეთანხმები რა თქმა უნდა მგონია რომ ლოპესი მოიგებს, მაგრამ ვოლკის ამბავში ნახე როგორი რაღაცა არის. წაგება აქ იდეაში მახაჩევთან და ილიასთან, ხო? წააგო ორ ისეთ რა გოუთთან რა მოდი ესე მე მაინც მგონია რომ წაგება და იქამდე საერთოდ არ ქონდა წაგება. ხო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ წაგებაცაა და წაგებაც რა. ხო ხდები რაც გეუბნები. კი, მესმის. ანუ ეგ ვფიქრო რომ მით უმეტეს ლოპესის გაბარიტების და ლოპესის ძალის პატრონი რო გიდგება წინ ლოპესიც დიდი შანსია რომ გაუტარებს რა მაგ დარტყმას და ვოლკანოვსკის ყვა მახაჩევის მერე თუ დიდი არაფერი არ იყო მახაჩევის დარტყმა ილიას მარცხენა ილიას დარტყმა რა მგონია რომ დაშალა და მანდაც კიდევ ვიძახი რომ ეგ არის უდიდესი გამართლება ვოლკანოვსკის და ნოკაუტებულს უკვე ილიას დაყოლებული დარტყმა ქვემოდან აფერქათი რასაც ურტყამდა ეგ არ მოხდა თორე ალბათ აღარ იკითხებდა აღარასდროს გაასვენებდნენ მე. კი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ არ შეიძლება ვოლკის ჩამოწერა რა. ხო, ვოლკის ჩამოწერა მართლა არ შეიძლება, იმიტომ რომ მართლა ეგრე არა, ეხა ორმა გოუთმა დაამარცხა, კი, დაანოკაუტეს ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ვოლკი არის იყო დომინანტი ამ ზონაში. მართლა დომინანტი იყო, რასაც ქვია ჰოლოვეის სამჯერ მოუგო და რა გადაუღარა ყველას მოკლედ, რა ვიცი, იაირი იქნებოდა თუ ორტეგა იქნებოდა ყველას მოუგო. თან მაგხარზე ბევრი საინტერესო ჩხუბია, უფრო დეტალურად მე განვიხილოთ, მაგრამ მან ხარზე პატრისიო პიდული ეჩხუბება იაირი როდრიგეს. პატრისიო პიდული იცი როგორი ტიპი მგონია? აი მაიკლ ჩენდლერი. აი მენა ეგ ტიპი რა. ზუსტად. თან ჩენდლერიც ჩხუბობს მაგ ხარზე პედისთან. ნახოთ აი პატრისიო პიდული როგორი იქნება თან იაირი ეგრევე ისეთი შეხვდა. მაგას ვიძახი რა, მთლიანი მეინ კარდი არის, რა ვიცი, საინტერესო რა. ინტრიგა არის ყველა ჩხუბში საერთოდ. იქ ბრაის მიჩელი, ჯონ სილვა რა, ძალიან მაგა პრატეშიც ჩხუბობს იმენა, ორი ის იქნება. ფაითინგ ნერციდან ორი. ეგ ხალხი რომელ ხარზეც არის ყველგან სანახაობა. აი კი, აი ორივე მგონია რომ ნოკაუტი იქნება. ნუ მე ვისაუბროთ მაგაზე. მექსიკის ხარდით ძირითადად საინტერესო ბრძოლა რაც იყო, მე მგონი. კი, გავიარეთ რაც იყო, საინტერესო რაც იყო, გავიარეთ კი. მე მაინც მგონია რომ მორენოს აქ ისევ ის ძალები, რომ გამარჯვება მოძებნოს მაგ ბრძოლაში. მით უმეტეს 31 წლისა ეხა დიდიც არ არის რა. ამას აქში პრაიმში შედის ხალხი რა. ისეთი სპორტი არის და მაინც მგონია რომ მორენო მოკლედ მოგებისკენ გაიწევს. ერთი სიტყვით მოკლედ მექსიკასთან მქონდა შეხება და ცოტა მოდი მერაბსაც შევეხოთ რა. ხო, მექსიკელი მერაბდვარიშვილი რო არ არის ამ ხარზე. ხო, არა. მაგრამ ვერ იქნება ფაითნაიძე რანაირად იქნება. ხო, არა. მერაბს მარტო ფეიქერვიუ. ჩემი აზრით. რას ფიქრობ? როდის ჩაინიშნება ბრძოლა მერაბის? ან რა ვინ ჩაინიშნება? ვინ ჩაინიშნება რა, ყველა მაგას ფიქრობთ ალბათ, რომ ომალისთან უნდა ჩხუბი, იმიტომ რომ იცის რომ მანი არის და იზი მანი არის მერაბისთვის რა. იქ რო შეხვდნენ. ნახე? კი, ეგ იყო ძალიან მაგარი. ჯაკუზი. ქართველი რო არ იყოს ახლა და იყოს რა ვიცი, სხვა ქვეყნიდან რა, გინდა იყოს ბრაზილიელი ან თუნდაც ამერიკელი რა და ტიპს რო უყურებდე რომ ეგეთი დამოკიდებულება აქვს ოპონენტების მიმართ და ეგრე წალებში რო თქვა იღადაოება იმენა და ცინის რა მაგარი შოუმენად ჩამოყალიბ და ეგრე მგონია რომ მე რა ჩამოყალიბ და შოუმენად რა ძალიან რთული არის ეხ მე არ მისმის ზოგადად ადამიანებს ვისაც ვინც მერაბს აჰეითებს რა იმიტომ რომ მართლა ისეთი არის რა გასართობი ის აქვს სულ იქ თვითონ ოქტაგონში შეიძლება არ ანოკაუტებდეს ხალხს მაგრამ ისეც ეღადავება ყველას რომ რა ეგ როგორ არ უნდა მოგწონდეს ეგ უნდა მეთქვა რა ძალიან ბევრი decision fighter-ი არის ვინც ცდილობს რომ თელი რაუნდები გაატანინოს შოუს, იმიტომ რომ მე decision-ით მოიწევს. ხო, ანუ ქულებზე ორიენტირებული რა. მერაბი ეგრე არ შვება. აი, პროსტა ვერ მოიწევს 5 რაუნდი, რა შანსი არ აქვს. გამოდის და დომინირებს ტიპზე რა. ზოგს ურჩევნია დაჟე რომ დაფინიშდეს. მე მგონია რომ ბევრს აქ ეგ ფიქრი რა, ვისაც გაუვლია მერაბი, რომ აი უმარი მაგალითად აი უმარი გონია რომ უნდა და რომ დაფინიშებულიყო იმენა ეს. უმარი იყო, ხო, პროსტა იქით ძმა და ისე დგა ბიძაშვილი და და ფინიშებდნენ რომ გავიდო და ოქტაგონიდან მე ხო და მე ვფიქრობ რომ უმარი როგორიც იყო
საწყის რაუნდებში რა. ხო. ეგეთი მებრძოლის დამარცხება შეუძლია მარტო მერავს, იმიტომ რომ ეგეთი სწრაფი მებრძოლი ფეხს საიდან იქნებოდა იმ question mark-ებს რო ურტყავდა რაღაცა სწრაფი იყო. თუნდაც takedown-ის მსწელობაზე რაღაცა ისე მალე იდგა ბრუნდებოდა საწყის პოზიციაზე, რომ მეთქი რა, ბრავო რა. უბრალოდ ანუ ხო რა, კარდიო, განაცუდი კარდიო აქვს, მაგარი კარდიო აქვს უმარსაც, მაგრამ ის არის რომ მერაბის კარდიო არის 1-10 ჯერ უკეთესი მინიმუმ ალბათ. თან ეგ კარდიო ადლებს მერაბის საშუალებას რომ რამდენიმე game plan-ით გავიდეს რა, რამდენიმე შეუძლია რომ დადგეს პირველი ორი რაუნდი შეუძლია საერთოდ აი sparring partner-ად ყავდეს ტიპი და რაღაცა ისე იდგეს რა ფეხზე როგორც იყო იდეაში. მესამე რაუნდში რთავს მე. თან გონია რომ სოცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებას რა და ისეთ შეცდომას არ უშვებს რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამარცხება. აი ომალისთან მაგალითად, აი ეგ გამოჩნდა ომალისთან, იმიტომ რომ ომალისთან აი მინიმალური შეცდომაც რო დაუშვა, მორჩენილია მანდ, იმიტომ რომ ხელს გაგარტყავს და всё ვეღარ არის. ი როგორ მიეპარა, ეხლა მიდი და შენ შონ ომალის ხო წარმოიდგინე. რა კასურად მიხვედი ოქიდან და შენ ომალის ვაფშე არ აინტერესებს. ჯორჯოხეთში იყო ისედაც, ანუ მაგისტვის ეგ მომენტი იყო რავი, ხო. წავინახა რომ მოვარტყამო და იქნებ დავარდესა და გამოიწვია. ხო და აი ზუსტად ეგრე ვფიქრობ რა, აი ზუსტად ეგრე ვფიქრობ, რომ გადაურბენს უკვე რა. მე საერთოდ მგონია რომ შეიძლება ფინიშიც აიღოს. აი რატომღაც ვფიქრობ რა, იმიტომ რომ დაწმაკაცებიან ალბათ რა. ეხლაც არ აქვს ფოთაშორის უდიერ ურთიერთობას დავაკვირდი ერთად ეღადავებოდნენ უმარს. თან იტანჯება რა, ომალი აი ალბათ ყველაზე ცუდი ოპონენტი არის მერაბდვალიშვილი ვისთან შეიძლება შეხვედროდა კი მეც გეთანხმები მაგაში. რამოდენიმე ბრძოლას მე რამოდენიმე დღის წინ ვუყურე რა ომალისას და ისე არის რა, ყველასთან ძალიან მაგრად გამოიყურებოდა რა, იანთანაც მაგრად იჭყობა ასე შემდეგ, მაგრამ აი მერაბი მართლა ტანჯვა იყო მაგისთვის. აი მართლა ტანჯვა გამოვა. სახეზე რო ეტყობათ ის რო იტანჯება რა. ხო, ადგომა რო უნდა არ მინდა, ხო რო გეო. იანის ახსენე და პიოტრ იანსაც რაოც უქნა მერაბმა. ხო. აი ეგეთ აი როგორი რაღაცა რიცი ხო იყოფებიან მებრძოლები დონეების მიხედვით რა. კი. და ეს ყველა ვინ ჩამოთვალეთ და ძირითადად მერაბის ბოლო ბრძოლებს რო გადახედო, ყველა არის ტოპ ჩემპიონი ან ტოპი რა. აი ყველა მაღალი კლასის მებრძოლი არის საერთოდ. კი, გეთანხმები. და ანუ ყველა გვანახა რომ თითქოს დამწყების დონეზე იყვნენ რა. და ჯერ ტოპ ლეველზე ბევრი აკლდა. იანს მოუგო 5-ვე რაუნდი. ეგეთი რაღაც არავის არ გაუკეთებია. ამ დროს იანი რო გავიდა ფიგირედოსთან. გადაუვინა კაცი ყოფილი ჩემპიონი იყო იმაში რა ქვია flyweight-ში და ამოვიდა და რავი როგორც უნდა და ისე უკეთებდა ყველაფერს. ძალიან რამდენი ისე აკდებდა რომ რავი მართლა არაფრად არ თვლიდა რა თითქოს ფიგირედოს. მაგრამ ამ დროს აქეთ მერაბი არ თვლიდა არაფრად იანსთან. ერთი ორი თავით მაღლა თავის. ომალის რა შეეხება, ომალის ერთი მადლიერი კიდე იცი რატო არ? აი სტერლინგთან დააჩქარა მოვლენები რა. აი კამარი რო აიღო რომ აი მერაბს მიეცა შანსი მერე რომ აი გარიყო და არა და რამდენი ჩხუბით ადრე იყო მერაბი კონტენდერი, ვისაც კამარზე უნდა ეჩხო. აი ალდოს რომ მოუგო ალბათ მერე. აი ალდოს მერე ერთის. პიოტრს რომ მოუგო, მე ეგრე ვფიქრობ. იანსაც რომ მოუგო, ხო? ალდო მანამდე იყო. ძველია რა, ეგრე ვფიქრობ. აი იანს რომ მოუგო, თან ეგრე რომ მოუგო, ყოფილ ჩემპიონს. მგონია რომ მაშინ იყო უკვე მისაცემი ხო, უკვე შეეძლო უკვე რა ბრძო. დანავაით იდეაში ეუბნებოდა კიდევაც რომ ანუ იჭუბე, თუმცა უარს ამბობდა რა მე რა. მაგან გამოიწვია მე ცუდი გამოკიდებულება. ხო, ეხლაც ეგრეა. ეხლა ისეთ შოუებს უთქვას რომ მე გვინდა კამერებს მაგ ურთიერთობასაც. რა ვნახოთ ან ჯერჯერობით დიდად კეთილგანწყობა ანუ კი აქვს ეხლა დანავაიც ეხლა ისეც არ არის, მაგრამ მაინც ისეა რა, ხო ხდები უმარიცი ძალით ჩაუნიშნეს. ის ნახე რო ცეკვავდა, ეხლა ბოლოს რო გადავარტყა. ძალიან მაგარი ადამიანი. უმაგრეს სწავლი ადამიანი. ძალიან მაგარი და მაგით საერთოდ ამწარებს დანავაიც. იმენ ამწარებს რასაც ქვია. ის რომელი ბრძოლა იყო ომალისთან იყო მე მგონი, ნაკერები რო გაიხსნა მაკრატი. ხო, წარებს. გაგიჟებული. და მაკრატელსაც უგააჭნია, იმენა ის იყო ჩემ ისიც ეხლა დაზიანებას ხო უმართანაც ხო დაზიანებული იყო და ეგეთი რაღაცა ფეხით გავიდა, ისეთი ფეხით გავიდა, რავი, მაგ ფეხს ვკუნო. ხო, იმ კომისიაზე ხო. ხო, ძალიან მაგარი ტიპია რა. აიმენა და მაგაზე როგორ უნდა თქვა მე რომ ის რა ქვია, არ იბრძოლებოდაო და დაკინგი იყო რა, უმარის თემაში რა. სისულელე არ. აი ეგ არის რა, ეგ არის დაგესტნელების ყველაზე ცუდი ჩვევა ალბათ, რომ თვითონ უნდათ რომ ყველაფერი მარტივად მიიღონ
და სხვა რომ იგივე level-ზე მივიდეს, ანუ იგივე შანსი რომ მიეცეს სხვას. მაგაზე უარზე არის. ბრძოლოს, ხო, უნდა დაამტკიცოს. აი ახლა მერაბზეც ვილაპარაკეთ რა. უნდა მოკლას და რაღაცა რა. მერაბზეც ვილაპარაკეთ და ილიაზეც და ეხა პარალელის თემაში რა. აი მერაბს უმარს ხარ ეკუთვნოდა რა მერაბთან რა ბრძოლა. ეხა მაგაზე ხო ყველა უთანხმდებით საერთოდ. და ილია, რომელიც არის ყოფილი ჩემპიონი, რომელსაც თავისი ნებით დათმო თან კამარკი, არ წაუგია თავისი ნებით დათმო, ავიდა სპეციალურად მაღაჩევისთვის რა. და აქ მიდის ლაპარაკი, რომ ილია ისევ პატარა არის, პატარას შანსი ხო არ მიცემენ, მიდი აბა მიეც შანსი პატარას ისევე და ნახავთ მაშინ მე რა იქნება, რა ვიცი. ეგ თვითონაც იციან რა, რომ გარდაუვალი არის, იმიტომ რომ ხაბიბს რო ეკითხებიან ილიას ზედაწონაში ასულსენ, ხო იცი? ოლივეირაზე რო იძახის ხო? იმსახურებსო ილიაო და არა, უნდა იჩხუბოსო რა. აი მაგალითად ჩალოს უნდა იჩხუბოსო. სიმართლე რო გითხრა, გონია რომ მოუგებს. თან ისე დარწმუნებით თქვა, რომ აი დარწმუნებული ვარ მოუგებსო რა. ჯორჯიან ფავერი. რაღაცე აწელებენ ეხა დროს ყუილად, ხო? მაგრამ თვითონაც ლეგასის გაწელვა რა. ზუსტად. იცი რა არის მე მგონია რომ იმედი აქვს რომ ზედაწონაში ბელალი წააგებს კამარს სადღაც და უცბად გავარდება ეგრევე მახაჩევი. ეგ იქნება იცი როგორი რო წააგებს მეორე დღესვე კამარს დათმობს ეგრევე მახაჩევი დარწმუნებული. ძალიან საინტერესო წელი გველოდება რა. კი, წინ გვექნება ბევრი სანერვიულობა გვექნება ძალიან თან. მაგრამ თან იმ ხელას იამონებას მივიღებთ ამ ნერვიულობის მე ყველა ვარიანტში რომ მე მგონი გვიპირს რა, იმიტომ რომ ყველა ჩხუბი ეგეთი არის თითქმის არ გახსოვს რომ ჩხუბზე ვიყავით 7-დან დაწყნარად. არც ერთი. აი რო გადის ტიპი და რო იცი რომ იგებს რა, ეგეთი შეგრძნება რომ გაკი არა და დარწმუნებული რო ხარ, მაგრამ ერთი ფეხი რომ მოხვდეს ან რაღაც გავუვიდეს, მაგრამ ნერვიულობა მაინც. მერაბის ჩხუბი რო იყო, ახლა მაშინ ერთად უყურეთ ყველა რა და აი როგორ ვიყავით რა საერთოდ ეხა სანამ ჩხუბი იქნება და მერაბზე ხო ვლაპარაკობთ რომ გადაუვლის და აი მოუგებს 100%-ით 1000 მილიარდი ასე შემდეგ, მაგრამ რომ დაიწყო რა გული ხელით გვეჭირა ყველას და ეგეთ სანერვიულობები ბევრი გვექნება სხვა შეიძლება აი ომალისთან შეიძლება ეგრეთი და დარვინერული არა ხო ომალისთან არა აი უმართან პრინციპის საკითხი ომალისთან არ ნერვიულობდა სხვათა შორის ალჯოც ხო ალჯო რო ნერვიულობდა და იმ რო მოусმინა ომალის მწვრთნელად წინგო წავიდა მაგიტო იყო ომალიც არის ელიტური სტრაიკერი ჩაულებრივად რა როგორი კარტი გამოვიდა ეხა ეს მექსიკის კარტი წარმოიდგინე რომ fight card-ზე, fight night-ზე ვისაუბრეთ. დასაწყისში ძალიან ცოტა ხანი და მიმოვიხილეთ, ეხლა მთლიანად რა მომენტია. MMA სამყარო, რასაც ქვი. კი, მაგრამ კარგი კარტი იქნება. რა ერთიც რო გავიმეოროთ, მოკლედ მორინოზე ვფიქრობთ, რომ ორივე მოვიგებთ. ბორხასი როდრიგესზე გაიყო ჩვენი აზრები. და ტორესი და ჩივივი ვფიქრობთ კიდე რომ მოიგებს და პაიფერი, ხო, პაიფერზე მართლა ეგ ჩუბიც როგორ მაინტერესებს, მაგრად მაინტერესებს. სამ პაიფერს რაღაც ვერ ქონდა ისეთი დებიუტი რა. ხო, დებიუტი არ ქონდა კარგი, მაგრამ იცი როგორი რაღაცა არის, ეხლა წესით უნდა გაიხსნას უკვე რა ის ხო, ნახე იცი როგორი თემა არის, დებიუტში მაინც ყველა ნერვიულობს რა, მაგის ფონზე და ეხლა შეიძლება შეჩვეულიც იყოს უკვე. მაგ ატმოსფეროს რაც არის რა, თვითონ ოქტაგონზე და ხალხი და ასე შემდეგ და გონია რომ თავის თავს გვაჩვენებს რა. ყველა ვთხილობს დებიუტის დროს და ეგ არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ძალიან მაგარი პროსპექტები დებიუტის დროს აგებენ რა. კი, ზუსტად. კი. რა ვიცი, პრინციპში მიმოვიხილეთ თლიანად რა, პრელიმებზე დიდად არ შევხებულვართ ახლა. უფრო main card-ზე გავაკეთეთ აქცენტი და ერთი წამი მიმიშვი. გაინტერესებს? ის არ მახსოვს, გვარი არ მახსოვს, ერთი პროსპექტი არის გამახსენდა ეხლა დებიუტზე რა. აბა რომელი? აი ატება გატიეთ, როგორ არის? ხო, გატიე. გატიე. ხოსე მედინას ეჩხუბება. ხო. და როგორც მუსასა იყო, გახსოვს ძალიან. ხო, ძალიან დიდი მაგარი ფავორიტი. იგივე ფავორიტია ეგ გატიეც რა. და გამოიცნო რას ფიქრობ? ხო რა. უნდა გამოიცნო რა მიხვდები ჩემი აზრით, მაგრამ ეგრე არ ვარ ხა გაცნობიერებული ხოსე მედინას ჩხუბებში, რომ ეგეთი ის დავოტო პრედიქშენი რა, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ საინტერესო ჩხუბი იქნება. სხვა შორის 22 წლისაა. გატიე, ხო, მუსასაც ახალგაზრდა არის. პატარა არის, კი. მაგრამ ეს ხოსე მედინა 51-ის არის, ხო მე მგონი? 33-ის. 33-ის არის და თან აქ ეხა რასაც დავაკვირდი უცბად წვდომში აქ რამხელა გატიეს? ხო, ძალიან აი, მთლიანად კუნთები გამოდიან. 10 სანტიმეტრით მაღალი არის. და საიდან არის? არ ვიცი ზუსტად. ნიგერია იქნება კი. გატიე. რა, შეიძლება მოიგოს.
გატიე? ხო, აი მუსასაზე მეტად ვფიქრობ, რომ გატიე უფრო ფავორიტია. ხო, მუსასთან გული შეგვტკივა ჩვენ თანზილობის გამო და მაგიტო. აი 20 რომ ყოფილიყო. პაულოს ვერა დამარცხდებოდა. ხო, მაგაში ვარ დარწმუნებული, კი, გეთანხმები. და გავედით ბოლოში. ესე მოგვიწია რა, ეხლა ძალით ვერ გავწყალოთ მექსიკის Fight Night. ველოდებით, აი ძალიან მაგრად ველოდებით 314-ს მართლა. ერთი სული გვაქვს რა დავუძეთ და რა შეიძლება ერთი 4 პოდკასტი 4 ნაწილად გამოვუშვათ. part 1, part 2, part 3, part 4. ინტენსივ ლაპარაკებთ ალბათ თითო ჩხუბზე თითო ვიდეო. შეიძლება ისე გაიწელოს რომ არა პოთორთინას. მოკლედ, რავი, მექსიკის ხარჯზე სულ ეს იყო. კი, გავედით მოკლედ ბოლოში და თქვენ შართულობასაც ველით რა კომენტარების სახით რა ვირამეზე თუ არ გვეთანხმებით მოკლედ მithumetes არ გამოვიცხავ რომ ჯემ ფაითერი გაგვემაზა ვინმე რა ამ Fight Night-ზე. კი, ზუსტად. იმიტომ რომ ეგეთი ვერავინ არ შემოჩნიეთ ჩვენ ალბათ ან underrated ჩხუბი ჯერო არ ჩანს შეიძლება ეგეთი იყოს კი. ძალიან საინტერესო იქნება მოკლედ. რავი, დღეისათვის ეს იყო რა. კი, დავუმშვიდობოთ. მესამე ეპიზოდი მექსიკის Fight Night-ით შემოიფარგლა, უნდა დაგემშვიდობოთ. შევხვდებით მომდევნო შაბათს. დაგველოდით.